რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს ფესტივალი ქართული იწყება. ფესტივალი დღეს რუსთავის ცენტრალურ პარკში კახაბერისა და ხანუმებისა და ანსამბლ სალხინოს კონცერტით გაიხსნება. საფესტივალო სივრცე ქართული ფოლკლორის მოყვარულებს 10 დღის განმავლობაში 5 მაისამდე უმასპინძლებს. ფესტივალში წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული 26 ანსამბლი და 3000-მდე მოცეკვავე იღებს მონაწილეობას. ფესტივალი დავიწყეთ იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ ჩვენს ტრადიციულ ქორეოგრაფიულ ანსამბლებს, რომ განვითარდნენ კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას გადასცენ სიყვარული ჩვენი ტრადიციების. წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით უმასპინძლებთ ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლებს ჩვენ ცენტრალურ პარკში და გაიმართება ყველაზე ქართული დღეები. გახსნის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ანსამბლ სალხინოს კონცერტი და კახაბერი და ხანუმების გრანდიოზული შოუ. 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება კონკურს ფესტივალი რუსთავის ცენტრალურ პარკში სპეციალურად მოწყობილ საფესტივალო სივრცეში. აქ ყოველ საღამოს შეიძლება მაყურებელს მოვიდეს და თვალი ადევნოს ქართული ქორეოგრაფიის კონცერტს.